всё. დავიწყოთ. ეხლა так, ვერ ვხედავ, მე სად არის დარიჯანი, სად არის? გამარჯობა. გამარჯობა ჩემო საყვარელო გოგო. так, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ამ შესაძლებლობისთვის. ძალიან მინდოდა თქვენთან მატრიცის გაკეთება და გაი მედია მალე სრულსაც გავაკეთებ. კი, უნდა გავაკეთოთ, სულ ყველას უნდა გქონდეს. ეს კი არა, ხალხი აკეთებს მთელი ოჯახებს, იმიტომ რომ მე ჩემ სამ შვილიშვილს გავუკეთე ეგრევე და დღეს არანაირი პრობლემა არ მაქვს იმაში, რა იფსაკეთებენ და რანაირად იქცევიან და რაში უნდა განვითარდნენ. ეს ესეთი ინსტრუმენტია, ეგ რა არის, იცი? ადრე თუ იყო ეს მომენტი, რომ ჩვენ არ ვიცოდეთ, რატო გვემართება რაღაცები, რატო ხდება, ეხლა გვაქვს უამრავი ინსტრუმენტები, რომ უნდა გავიგოთ. უნდა გავიგოთ, უნდა გვეუბნებიან რა უნდა გავაკეთოთ. так, დარიჯან, მოდით ასე გავაკეთოთ ჩვენ. ჯერ მითხარით თქვენ, ეხლა თქვენ რითი ხარ დაკავებული პირველ რიგში და რამ გამოიწვია თქვენში სურვილი, რომ საერთოდ გაგეგოთ რამე ინფორმაცია. ანუ არამე არ მოგწონთ, ანუ ვერ გრძნობთ, ну აი ეს ვაინტერესებს რატომ. და ეს კითხვა სულ ყველასთვის მექნება, ვინც გამოვა დღეს ჩვენთან სასაუბროდ, ასე რომ ვთქვათ. მე პატარა ასაკიდან ოფიციალურ სამსახურში დავიწყე მუშაობა და დღემდე ესე მივყვები საბანკო სფეროში ვარ. ნუ სხვა პოზიციებზე გადავედი, საინტერესო არის, მომწონს, კარგად ვართმევ თავს, თუმცა წლების უკან გამიჩნდა მოთხოვნილება, თუნდაც დამატებითი შემოსავლის კუთხით რაიმე სხვა მესწავლა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ხელსაქმე არასდროს არაფერი მიკეთებია, არც სურვილი მქონია და ფიქრობდი, რომ არ შემეძლო ამის კეთება. არც მიცდია პრინციპში ეს რაღაცები, მაგრამ ძალიან მომწონდა. რომ დავიწყებდი ფიქრს გავჩერდებოდი, მოკლედ ასე 3-4 წელი ვჩერდებოდი. მე მოხდა ისე, რომ პატარა კონსულტაცია მქონდა იმ მსგავსი ტიპის, მაგრამ უცბად განსხვავებული და იქ ერთადერთი რაც იყო მნიშვნელოვანი, მითხრა რომ მე უნდა მეკეთებინა რაღაც. მე კიდე მოხდა ესე, რომ სხვა მოჩთამაგონა, რომ უნდა გააკეთო, ეს არის შენი საქმე და ნუ გავრისკე და დავიწყე. მაბატი სიხარულო, რა უნდა გაკეთებია? ხელნაკეთი ნივთი რაიმე. კი მივხვდი შემექმნა ეს ნივთი. და მე დავიწყე დამატებით თავისუფალ დროს, დავიწყე თაბაშირის ნივთების კეთება. ძალიან კარგად გამომდის, ვერ ვიტყვი რომ არ გამომდის კარგად, თან თვითშეფასება ცოტა დაბალი მაქვს, ცოტა არა ძალიან დაბალი მაქვს და ნუ მჭირდება ხოლმე შეძახილები რომ კარგია, მაგრამ მეც რომ ვუყურებ ამ შეფასებით, ძალიან მომწონს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ვერ ვყიდი ვერაფერს. საერთოდ მიუხედავად იმის, რომ ბაზარზე რაც არის, საკმაოდ უნარიანი არის ჩემი პროდუქტი, მაგრამ რას აკეთებთ? თაბაშირის ნივთები არის, ვაზები, დასადებები, უბრალოდ მოგვეწონოს ჩვენს კი გვაჩვენეთ. კამერა კი ჩართულია, მაგრამ თან ვარ? კი. ესეთი ნივთები არის, რაღაც პატარა ვაზები და სუვენირები უფრო არის. სწორედ როგორც ამბობენ, ეხლა მე სადაც ვისწავლე, ისინი არ არიან უკმაყოფილოები და მე არ ვიცი, ფიზიკურად ვერ ავაწყე. და ეხლა ნუ ჩემი და არის თქვენთან რაღაც ჩართული და ის მეუბნებოდა ხოლმე რომ უნდა გააკეთო რა ეს, რომ გაიგო ზუსტად რა არის შენი მისია და ძალიან მაინტერესებდა ამ კუთხით და მე ესე დაემთხვა თქვენ ეს გააკეთეთ და აქაც ჩავერთე წინაზე ისე დამწყდა გული და ეხლა პირველივე მე მომიწია. არ უნდა დაგწეს გული. რაც უნდა გაიგო, მაინც გაიგებ. იცი რა არის? კითხვა მაქვს, აი როგორ უნდა გავიგო მე დაუშვათ, რომ აი დარიჯანს აქვს რაღაცა ეს ნივთები, რომელსაც დარიჯანი ყიდის. აი მე საიდან გავიგო? გვერდი მაქვს გაკეთებული და ვარეკლამებ. ანუ წერენ, მაგრამ ეს ცოტა ისეთი არის ბაზარი, ხა თქვენ კი რო გისმენთ ხოლმე ამბობთ რომ კონკურენცია არ არსებობს, მაგრამ ბაზარი არის გაფუჭებული. ვიღაცა უხარისხო ნივთებს აკეთებ, მასალისგან უფრო სწორად და ყიდის 2 ლარად და 5 ლარად. გაჩერდი. ტაროლოგი დედამიწაზე მარტო მე ვარ? არა, უამრავი. კი ბატონო. მე მაგ ყველაზე იაფიანი ჩემი კონსულტაცია არის, აი ყველაზე იაფიანი დღეს არის 365 ლარი.
შემიძლია გაუკეთო აი 1000-ში ერთხელ აი მუდმივი კლიენტი ვინ სამყავს 200 ლარად. მაგრამ რიგი მაქვს. რიგი. გაიგე? არსებობენ გოგოები, ვინც აკეთებს 30 ლარად. ძალიან გამიკვირს რა უნდა რა ვიცი ეს სასწაული ჩემთვის, მაგრამ იმათაც იქნება რიგი. აი, ამიტომ ვიძახე, რომ კონკურენცია არ არსებობს. უბრალოდ რა დონეზე, აი რა ხარისხით შენ აცხადებ და ესე იგი ნახე თვით დაჯერებულობა არ მაქვს. ნახე, რა თქმა უნდა, მე რო არ მჯეროდეს, რომ მე ვარ, აი ხა ნახე, სულ რო ძალიან მაგარი ვიყო და მარტო რო დავდო თქვა TikTok-ზე რაღაცა 2 წუთიანი ვიდეო, ხო? ანუ ადამიანი გრძნობს ყოველთვის, შენ ხარ დარწმუნებული შენ საქმეში თუ არა ხარ. მე როცა ვიცი, რომ შენ რომ მოხვალ და გადაიხდე 325 ლარს, ეგაც დღეს ხვალ შეიძლება არ იყოს ეს ფასე, მე ვიცი რომ შენ მოგცემ იქ 1000 ლარის ღირებულების ინფორმაციას. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც მე ვყიდი, მოდი ასე ვთქვათ, ხო, ჩემი პროდუქტი, ხო? მე დარწმუნებული ვარ იმაში. აი ხა მე რომ მაქვს სასწავლო კურსი, ხო? და რა ფასი ძდეს, შეიძლება ზოგი შეიძლება 500 ლარად იტყოს რომ გასწავლე. მე არ ვასწავლე 500 ლარად. იმიტომ რომ მე ახლა რომ გამოვუშვი ჩემი გოგოები, ისინი ის იკითხულობენ, რომ პროსტა შენ შემოგევლე, აბა ვინმე დაუდგეს ხეხლა გვერდში, ვინც შეიძლება უკვე 10 წელიწადი კითხულობს. ისე დონეზე კითხულობენ. ამით რა მინდა გითხრა, იცი? რომ შენ თვითონ უნდა გჯეროდეს პირველ რიგში, რომ რასაც შენ აკეთებ, ის არის მაგარი. და უნდა, ანუ შენ შეიძლება თქვა რომ მე მიყვარს კი ეს ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ, მაგრამ შენ თუ არ ხა მე უკვე ბიზნესის ჩამერთო რა ტრენერი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანი მუშაობდი მაგ თემაზე რა. და ვიცი ეს რა, როგორ უნდა უნდა გქონდეს დამოკიდებულება. პირველ რიგში, რასაც მე ვაკეთებ, მე უნდა მჯეროდეს, რომ მე ვაკეთებ მაგას მაგრად. და მე ვიცი რომ მე რა ფასაც ვადებ, ხო? ის მას იღებს, იმიტომ რომ მე მაგაში ჩავდე ჩემი ენერგია. მე მაგაში ჩავდე ჩემი ცოდნა, შენ ახლა უფასოდ არავინ არ გასწავლა. შენ ფული გადაიხადი იმისთვის, რომ გესწავლა ეს ყველაფერი. შენ ეს მოგწონს, შენ მაგაში დებ დროს, რაც ყველაზე ძვირფასია და სულს და გულს. ამიტომ ეს იმ დონეზე ხა შენ შვილს ახლა ანუ ეს არის როგორც შენი შვილი უკვე, გაიგე, რაღაცა ძალიან ძვირფასი და შენ თვითონ როცა იცი და დარწმუნებული ხარ, რომ ვიღაცას გაუხარდება, ვიღაცა გაიხარებს ამით. აი, ესე იგი, აი, მაშინ წამოვლენ ხალხი შენ ენერგია. შენ როცა ზიხარ, აი ხა ნახე როგორ მაჩვენე. აი ეს ჩანს, ჩანს. ხო, არ ჩანს, ხო? ხო, კაი, არ ჩანს. რა კამერაში არ ჩანდი. აზია რაღაცა თეთრი რაღაცა დავინახე. აი შენ რო გეთქვა, აი ეს არის ჩემი ნახევარი, ნახეთ? აი ეს აი ამ ვაზაზე იცით რამდენი ხანი მუშაობდი და თქვენ რო ახლა აი ვიდეოს რო იღებთ და აი ერთი ორი ყვავილიც რო ჩადოთ, აი მე ვაში ძალიან წახალისდება და რაღაცა. ხო გინდა ახლა ის ჭიქა რო იყიდო? მართალი. აიგე? და მე უკვე დავფიქრდებოდი, ისე მართალია, ახლა აქ თეთრი ეს რაღაცა რომ მიდევს, ერთი უნდა დაუთხრა ახლა რომ დავამთავრებ დარჯან სად იყიდება და იქნება შევიძინო. გაიგე? არ დამაინტერესე. რატო? იმიტომ რომ შენ თვითონ არ გჯერა იმისი, რასაც შენ აკეთებ, რომ ეს მაგარი. ამ დროს შენ გაქვს პროგრამა და ამას რო აკეთებ, ეს ძალიან მაგარია, იმიტომ რომ პროგრამაში გაქვს შენ აი ეს დაკარგული ნიჭი. და ეს როგორი პროგრამა არის, იცი რა, ერთიც არ უნდა იყოს დაკავებული, მაინც რაღაცა არის. ეს ან ხელოვანი ადამიანი, ან ხატავს, ან შეიძლება, ნუ მღერის, ცეკვა, ნუ რაღაც უფრო ხელოვანი ადამიანები, ან ლექსებს რო წერენ, გაიგე, ან რაღაცას ქმნიან ისეც, რომ აი, რაც მართლა შეიძლება ბევრი ადამიანისთვის იყოს საჭირო. იმიტომ რომ ეხლა შენ რა არის, კიდე გეუბნები. მე უნდა ვიცოდე, რომ მე ვიცი, რომ მე რასაც ვაკეთებ, რასაც მე ვქმნი, ეს არის საჭირო. მე ამის იმდენად მჯერა, რომ მე რო ვეუბნები ადამიანს, იმას ჯერა. იმის, რასაც მე ვეუბნები. მე ხო არ ვატყუებ. მე უკვე ღმერთის წყალობით, აგერ მყავს ერთი ჯგუფი, რომელიც გამოუშვა და ვიცი, რომ უკვე რამდენ და მე რამდენს ვეხმარებ. ანუ ხო ხტები, როგორ ენერგია მოდის ჩემგან. რომ მე რამდენად მიყვარს ჩემი საქმე, ხო ხტები? ანუ რატომ მოგინდა ჩემთან მოსვლა? ხო სიტყვას, არა იმიტომ რომ მარტო შენმა დამგითხრა. რაღაცა მოგინდა, რაღაცა იცის ამ ქალმა, რაღაცა ისეთი აქვს, რომ მინდა ეს შევეხო ამას რა, ამის სოდნას. გაიგე? აი ამ დონეზე უნდა გიყვარდეს შენი პროდუქტი.
და მაშინ ყველაფერი გამოგივა, იმიტომ რომ პრინციპში შენ გაქვს მე-18 ენერგია პლუსში, მე-18 ენერგია პლუსში როცა არის, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია გახდე, ანუ პროფესიონალი საქმეს იმენა ხელის, როცა აკეთებენ, გაიგე, ხელით და პლუს კიდე შენ რო აკეთებ შენს ნიფტს, ხო? ნახე როგორი უნარი გეძლება, შენ უნდა აკეთებ, თან უნდა გააკეთოს პროფესიონალიზმის დონეზე. და ნახე, ანუ შენ სხვათა შორის ძალიან მაგარი გამოვიდო და აი ნახე ინტერიერი ახლა მე შენ რო გელაპარაკებოდი სანამ ამას დავინახავდი, რას წარმოვიდგინე, იცი? აი ამ რაღაცებს რო აკეთებ გვერდზე, ხო, გვერდი რო გაქვს. აი დაუშვებ მაგიდა მოაწყე სიტყვაზე, ხო, ლამაზად და ეს შენი ნიფტები ისე დადა, აი როგორც გითხარი, წაღან თქვა ყვავილები ჩავდო სიტყვაზე, ხო, ან რაღაცა, ხო, რომ მე რო დავინახავ, მე მომინდეს, იმიტომ რომ მე წარმოვიდგენ რა ადამიანები ეგეთები ვართ რა. ხო, ეგრევე წარმოვიდგენ, სად შეიძლება, ან რა შეიძლება დამჭირდეს, გაიგეთ? ამ პლუს კიდე ეს კიდე როგორი უნარი გაქვს, იცი, აი ნახე, ეს ადამიანი როცა აკეთებს რამეს, აი სულს გულს დებს. ეხლა მე გეტყვი, მე მაგალითად რო ქსოვდი ერთი პერიოდი, მეც მაქვს ეს მე-18 ენერგია, პლუს ეს იმის მიუხედავად, რომ შენ გაქვს აქ ამ მკურნავის ნიჭი, პლუს შენ გაქვს იმისი ნიჭი მე-18, რას გაძლევს კიდე ეს ენერგია, გაძლევს კიდე საკრალური ცოდნაც დევს შენში, ყველა ვარიანტი აგერ არის და პლუს კიდე ძალიან მალე შეგიძლია გააკეთო მონეტიზაცია, მატერიალიზაცია შენი ყველა სურვილების და პლუს კიდე შენ გაქვს იმისი უნარი, რომ შეგიძლია შენი ენერგია ჩადო იმ საგნებში, რომელსაც შენ ქმნი. გაიგე? აი ეს უნდა გახსნა შენში რა. მე ანუ როცა აკეთებ, ანუ მთელი სიყვარული, მთელი გული, ანუ ეს არის როგორი მომენტი, იცი? აი მაგალითად რატო ვიძახდე იმაზე, ინტერიერზე, ხო? ინტერიერ დიზაინერი ძალიან მაგარია. არ გქონდა ეგეთი მომენტი, რომ სადმე რომ შესულ ხარ და დაგინახეა, რომ ანუ ისეთი მაგარი ინტერიერი, რომ აი ეგ დავრჩებოდა, აქ ვიცხოვრებდი. ან დაუშვ რაღაცა ნიფტი დაგინახე, ვაიმე როგორ მინდა რა მაგარი, აი ხა ამას დავდგავდი ჩემ მაგიდაზე და ან ჩემს თქვა საწოლთან და გქონდა ეგეთი რაღაცები რო გიყიდე. აი ეგეთი რაღაცა უნდა იყოს შენი ნიფტებისგან, მოდიოდეს ეგეთი ენერგეტიკა, მაგრამ ეს მაშინ იქნება, როცა შენ თვითონ მაგას ჩადებ. და ეს მაშინ იქნება, როცა შენ თვითონ დაიჯერებ, რომ რასაც მე ვაკეთებ, ეს საჭიროა. გაიგე და შენ ამას აკეთებ და იძახე რომ ნეტა ვიც უნდა რაში რა იმდენი ბაზარი არის, სუდი ბაზარია, გაფუჭდა ბაზარია. გოგო, აი არ შეგიმჩნევა თუნდაც ელემენტარული, აი ხა მე მაგალითად ცხოვრობდი, როცა ეხა კალინინგრადში ერთი ჩვენთან დაბლა მაღაზია არის და ორი ის იყო მოლარე. ერთი გოგო რო იყო ხოლმე რო შევიდეთ მაღაზიაში და დავინახავდი იმ გოგოს, უმე რა კარგია ეს გოგო რო არის და რაღაცნაირად აი მიხაროდა და რაღაც სხვანაირი ენერგეტიკით შემოვდეთ. მეორე იყო აი სულთა ავჩარკა რა. აი უკვე ეგრევე ხასიათი მიფუჭდებოდა, არ მინდოდა შესვლა. და ეხა რამდენი შეიძლება ვაშე გამოვიდოდა იმ მაღაზიიდან და შევიდოდა გვერდზე მაღაზია. ორი აფთიაქი, ხო? შეიძლება ერთი და იგივე იყიდება წამალი, მაგრამ აქ ვიცი რომ მივალ, ეს გოგო ისე კარგად ამიხსნის ყველაფერს, ამაკვალიანებს, ისე და ისე რა ქვია, შეიძლება даже ნაკლები წამალიც ქონდეს იმას, ვიდრე გვერდზე აფთიაქი გადატენილია. მაგრამ შემოვა აქ. აი ენერგეტიკა ყველაფერი, გაიგე რა ხდება, კონკურენცია იმიტომ არ არსებობს, რომ შეიძლება მილიონი ადამიანი აკეთებს იმ ერთი და იგივე თქვათ ვაზებს, მაგრამ მე მოვალ და შენთან ვიყიდე, იმიტომ რომ ეს იგრძნობა, ჩვენ ერთმანეთს ვკითხულობთ ენერგეტიკით და რასაც ჩვენ ვდებთ ჩვენ საქმეში, ის იკითხება. გაიგე რა ხდება? ამიტომ ეს უნდა გქონდეს, თორე შენ ამისი უნარი გაქვს. გაქვს ამისი უნარი, ხელით რასაც შენ არ გააკეთებ, ანუ იცი რა, შეგიძლია დაიწყო რითი აი თქვა აჩუქო ვინმეს დაუშვათ სიტყვაზე აი დაბადების დღეზე რომ მიდიხარ ნუ დადიხარ ნუ ეძებ საჩუქრებს შენი შექმენი ეს შენი ვაზაჩკა და ადეკე და იმას აჩუქე იმ შენ დაკალს ვიღაცა რომ მოვა მაგასთან სტუმრად დაინახოს ვაიმე სად შეიძინე მეც მინდა ეგეთე ჩემი დაკალი აკეთებს და ზაკაზები თუნდაც აიღე დაიწყე იმით რომ ანუ ადამიანი მე გაგიკეთებ დაწერე თუნდაც რომ მე თქვენი გაგიკეთებ უშუალოდ თქვენთვის ჯერ ხო არა გაქვს შენ მთელი წარმოება ხო და ნახავ შენ რამდენიმე გაკეთებული. ეხლა კი ესეც გავაჩუქე, ეხლა ბარტერიც მომწერეს დღეს და მაგაზეც დავთანხმდი, რომ უსასყიდლოდ დიდი არაფერი გამომწერი არ ყავს, მაგრამ ესეც გავაკეთე, ეხლა გავუგზავნე ნივთებს, ანუ მაქსიმალურად ვცდილობ, გვერდიც ნორმალურად მაქვს აწყობილი, მაგრამ დემოტივაცია რომ მაქვს ეხლა კუთხით, ხან გავჩერდები, ხან დავიწყებ და
რაღაცა. ამიტომ გეუბნე, მე გითხარი, ხო გითხარი, რაც შენ გიშლის ხელს. აი ამას მიაქციო ყურადღება და შენ კიდე ნახე გაქრაგურა სულიერი დანიშნულება გაქვს მეცხრე ენერგია, შენ უნდა გასცე შენი ცოდნა. აუცილებლად უნდა გასცე შენი ცოდნა. აი ესეც არის, ეს ხო მეც რომ მაგ ეგეთ მეთქი რა ვის რა უნდა გავცე რომ დავიწყე და როს ისე რა ქვია და როს გაშლები და რაღაცები მოვიდა დრო და აჰა აგერა მთელი აკადემია მაგ და ვაძლევ ცოდნას. გაიგე, ამიტომ ესაც გაითვალისწინე აუცილებლად. თან მასშტაბურად შენ ნახე აგერა მასშტაბურად შეგიძლია გასცე და ну აუცილებლად თქვათ ეს მარტო თქვათ ინსტაგრამი კი არა, TikTok-ი, ინსტაგრამი, Facebook-ი, კიდე თუ რაღაც არსებობს, იქეთ სულ ყველგან უნდა იცოდენ შენს. მაგ დროს მე იმუშავებს შენი ნივთი, რომ ნახე როგორი ენერგია გაქვს შენ, აი ძალიან მაგარი ენერგიები გაქვს და შენ შეგიძლია ისეთი რამე შექმნა, რაც მართლა საჭიროა, იმიტომ რომ მე-17 ენერგიები ბევრი გაქვს, ანუ ნიჭი გაქვს, გაიგე, ესეთი კარგი სოციალს ძალიან კარგი ხმა უნდა გქონდეს. ისეთი აი მკურნავი ხმა. კურნავი. Вообще ეზოტერიკოსი მაგარი გამოვიდოდა შენგან, იმიტომ რომ არის ესეთი შეგიძლია ადამიანებს ტრანსფორმირება გაუკეთო, ანუ როგორც კარგი ტრანსფორმატორი ხარ, გაიგე? ანუ ძალიან ეგრევე ხედავ, ნახე როგორი პროგრამა გაქვს შენ, აი ეს სისტემატური, ну, შეცდომა, ანუ ეს რას ნიშნავს, იცი ეს პროგრამა, როცა ადამიანს შეუძლია დაინახოს ეგრევე შეცდომები, ну, ვინმე რამის, ანუ ვინმე სიტუაციაში, თქვათ, ვინმეს როცა აი როგორც თქვა დამხმარე სპეციალისტი, ეგრევე შეგიძლია დაეხმარო ადამიანებს. თან პლუს კიდე გაქვს პროგრამა, ისეთი, რომელიც უნდა შექმნას, შვილები ყავს? არის. უნდა გააჩინო ან სამი შვილი, ან რაღაცა სამი რამის შექმნა. უნდა ყავდეს შვილები აუცილებლად უნდა ყავდეს შვილები სხვათა შორის. და სამკუთხედში არ მოხდე ძალიან გთხოვ, იმიტომ რომ შენს მეექვსე ენერგია გაქვს მინუსში აი აქ. ვიყავი ადრე. ხო, და ძალიან გთხოვ აღარ მოხდა. და ანუ ნახე, ესე იგი პრინციპში მე გეუბნები რომ შენ აი სხვათა შორის თუ კიდე მიაქცევ ყურადღებას იმას, რა ქვია, ინტერნეტ დიზაინზე, აი ძალიან მაგრა გამოგივა სხვათა შორის რო იცოდე. აი ხელოვნებას ძალიან კარგად გამოგივა რო იცოდე. ეს კრეატიული აზროვნება არ მაქვს. აი ხო არიან ადამიანები, რომ არაფრისგან რაღაცა. აი გაქვს მე-12 ენერგია, ეს არის კრეატიული აზროვნება. აგერ ნიჭზე გაქვს, იმიტომ რომ უნდა გაანვითარო ეგა, გაიგე? გაქვს, აგერ. როგორ არა გაქვს? შენ რა არა გაქვს? აი მე-10 ენერგიას ვეძებ, სადა გაქვს შენ ეს მე-10 ენერგია? რომ აი რატო ხარ ეგეთი მერყევი, მე აზე არა ვარ რა. პირიქით შენ ძველი სული ხარ და პირიქით უნდა გქონდეს ყველაფერი აი ესე გაიგე? მაგრამ აი ეს გაქვს, იცი როგორი მომენტი, ძველი პროგრამები ეთყობა ძალიან ბევრი გაქვს შენ თავში, რომელიც თქვათ აი მაგალითად რომ აი გინას ეს კონკურენცია, გინას რომ არ გამომივა, აი მერყეობა, გაიგე გაქვს, ძალიან დიდი მერყეობა გაქვს შენ თავში რა. ანუ არ გჯერა შენ იმისი რომ შენ მე даже დარწმუნებული ვარ, ისიც კი არ იცი რომ ლამაზი გოგო ხარ. აი ეხლა წონაში მოვიმატე და ცოტა მაგკუთხითაც მინუსში ვარ და გეუბნები, აი ეს არის შენი ესენი. შენ არ ხარ დარწმუნებული, არ შენ სილამაზე შენ. ამ დროს ახლა მე მაგალითად როცა ვხედავ ადამიანს აქ მე-17 ენერგია ეგრევე ვიცი რომ ძალიან ლამაზი ადამიანია, ძალიან მაგარი სექსუალური გოგოც ხარ, რო იცოდე შენ. უბრალოდ შენ ეს არ იცი და ეს არის რამას ნიშნავს ენერგია მინუსში. გაიგე? რაზეც ანუ უნდა იმუშაო შენ თავზე, იმიტომ რომ შენ ისეთი გოგო ხარ, შენ ბიზნესით შეგიძლია ძალიან მაგარი შექმნა და ყველაფერის გამოგივა. აი ძალიან კარგად გამოგივა. უბრალოდ შენ გიჭირს რა? ანუ აი ეს პირველ რიგში ეს ძველი პროგრამები, რომელიც მოდიან საერთოდ ოჯახიდან, რომელიც თქვათ, ანუ ესე იგი მოიცადე ახლა შენ ხა გამომიხვიდე ახლა აქ ხელოვანი მიდი ახლა ჯობია ახლა იქ ფულები იშოვეს, ამით რა ფული უნდა იშოვო გოგო. ანუ ეგეთი რაღაცები, სხვა შეს ეს პროგრამა ვისაც აქვს, ეს დაკარგული ნიჭი რა. ხშირ შემთხვევაში არის რომ ბავშვი თავიდან აი დღესაც ველაპარაკე ერთ გოგოს და ანუ თვითონ დედამ აღიარა ჩემ გოგოს ისაო ისეთი კარგი სმენა აქვს ისეთი კარგი ისო მოსწონსო ხელებით ნაკეთები რაღაცებიო და
მე უთხარი მაგას რომ მაგას აი აუგრძალეო ეს გოგო მეუბნება და მე ხა ეს გოგო არის ეს ეკონომისტი თუ რაღაცა მე უთხარი მალადიეს მეთქი კაი გოგო ხარ მეთქი აი ზუსტად ეს პროგრამა ვისაც აქვს მშობლები ეგრე იქცევიან რა რომ ბავშვი აჩვენებს ვთქვათ აი კარგად ხატავს დაუშვათ ან კარგად მაღერის ან კარგად ცეკვავს და ეს მშობლები ხშირ შემთხვევაში ეუბნებიან რომ რად გინდა მან ფული არის შოვება მანდის არ არის გაიგე და ეს ბავშვი მე იჩაგრება და მე ვაფშე აგდებს, მაგრამ მე იტანჯება, გაიგეთ ეს ადამიანი, იმიტომ რომ სული ახლა ითხოვს, გაიგე, ითხოვს, რომ ეს ერთი შემახსენე ახლა ეს ხო არ არის შენ ძირითადი საქმე, კიდე რითი ხარ დაკავებული? ამაზე გეტყვით რომ ან რე ჩემ პირიქით ყველგან ყველაფერს გვასწავლე და ხოლმე უბრალოდ მე არ მქონდა ინტერესი მე მქონდა ესე სწორხაზოვნად გადაწყვეტილი რა ვიცი ალბათ პირველი კლასიდან რომ უნდა მქონოდა ისეთი სამსახური გაწკეპილი რომ მივიდოდი ფულს აა, ვიშოვიდი მანქანას ვიყიდიდი და მექნებოდა საკუთარი ფული ყოველთვის და ესეც გავაკეთე ანუ ჩემი ის მქონდა არავის შთაგონებით არ მე მქონდა ესე სწორხაზოვნად გაწერილი რა ვიცი ჩემი ცხოვრება და ესეც ხარ შენ ძველისური ხარ ძველისულები მე მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ ეგენი ყოველთვის რა შვებიან, იცი, აი მატრიცას რო ვარჩევ, აი ნახევარი მატრიცა უკვე всё. გავლილი აქვს, იმიტომ რომ გრძნობენ, უფრო კარგი მაგარი ინტუიცია აქვს და უკვე გამოცდილებაც მეტია, გაიგე და ეგრევე თითქოს აი მალე ახსენდებათ რისთვის მოვიდა საერთოდ რა, ეგ სული და ამიტომ ტყობა შენ უკვე იმას დაიწყე შენით იმაშვები რა ქვია და აი საჯარო სამსახურში რომ მუშაობ, 19 ენერგია ეგაც არის რა, აგერ რესურსზე კი საჯარო სამსახურის არ არის უde. სხვათა ძალიან კარგია თუ მოგწონს აი ის რო არის რა ქვია სოფლის მეურნეობა ხო მე მგონი ქართულად სწორია. მოკლე. აი თუ გიყვარს სოფელი და ეგეთი რაღაცა, ეგეც კი შეიძლება რომ თქვათ გაანვითარო რა. ნუ იმუშაო რა იქ მაგ დარგით. აბა მოდი კიდე იცი როგორ ვქნათ რომ აი კიდე მითხარ შენ თვითონ აი ეხლა ეს რო გინდა ეს ჩვენ გავარჩიეთ რომ ეს შეგიძლია თავისუფლად აგერ არის მეათე ენერგია გამარჯობა შენი ანუ მომისმინე შენ თუ გინდა რომ გამოხვიდე აი ის ადამიანი რომელიც არის ხელოვანი ადამიანი რომელსაც შეუძლია რომ გაახარო სხვები უბრალოდ უნდა გჯეროდეს არ უნდა იყო აყოლილი სხვის აზრებზე ვინ რა სიტყვებს და ის სიტყვები რაც გითხარი წინ რო ეხლა 15 ჯერ ვარ გავიმეორო აი ეს გაითვალისწინე და გამოგივა ძალიან კარგად და უნდა გათხოვდეს შვილები უნდა გააჩინო 1-3 ცალი მაინც ცოტა მოგვიანებით გეყოლება არ გააფუჭო ეხლა ეს შენი კარმა გეძლევა ეხტე არ გამოდის თორე სხვანაირად ну ეს უკვე სხვა თემა ჩვენ ახლა დღეს იმას პირად იმას კარმას არ ვარჩევ ჩვენ დღეს პირად დანიშნულებას ვარჩევ და ამიტომ ეს იცოდე რომ მე-18 ენერგია ჩაერთობა იცოდე სადღაც ეხლა რამდენი ხარ სრულად 36 აჰა აი სადღაც უფრო უნდა 38 წლამდე გაგეხსნება შენ საერთოდ და ეს ნიჭი თუნდაც ეზოტერიკული და არ შეგეშინდეს იმიტომ რომ აი რაღაცების შესწავლა მოგინდება, ну აი 29-დან 38 წლამდე აი ძალიან ისე გექნება რა, რომ აი ინტერესი რამე რომე, მაგრამ შენ შეგიძლია გამოიყენო აი როგორც გითხარი რა, შენ გაქვს იმისი უნარი, რომ შენი ნიფტი ანუ სხვა მუსიკით დაიწყო თამაში, გაიგე, ჩადე ეს მუსიკა. შენს ბგერები, ჩადე იმ შენს ნაკეთებ, რასაც აკეთებ რა და ნახავ შენ როგორ ძალიან კარგადაც ითამაშებს. მივხვდი? ძალიან დიდი მადლობა გაიხარე სიხარულო, იმიტომ რომ ძალიან კარგი მატრიცა გაქვს იმ მხრიდან რომ აი შეგიძლია ყველაფერი და შენი ბიზნესიც შეგიძლია, ყველაფერი შეგიძლია უბრალოდ აი ამაზე უნდა იმუშაო შენ თვითდაჯერებულებაზე. კლუბში ახლა ჩვენთან არის უამრავი მედიტაციები და პლუს კიდე ჩვენ ახლა მე თუ გინდა ქეჩეს დაელაპარაკე იქ დაინახავ შენ ადმინისტრატორები ვინც არის ხო ქეჩეს და ჩვენ გვაქვს გეტ კურსზე ძალიან მაგარი ისეთი ჩაღრმავება ქვია მაგას მინი კურსივით არის რა შენ გინდა ეს ძველი პროგრამები ამოაგდო და იმით ეს მედიტაციასავით არის რა ასე რომ ვთქვა თუ გაგიკეთებია ანუ ამ ძველი პროგრამებს რო ამოიღებ და შენ იქ დაინახავ
კაი, როგორ უნდა ეს აი და ახალი პროგრამები უნდა ჩავსვა და მე აი ნახე რომ აი სულ კარგად წამოხვა რა ძალიან კარგი ის რა ქვია კარგი მატრიცა გაქვს 4 სახსაც შეიძენ თუ არა გაქვს შენისაძლე აუცილებლად გექნება. ძალიან ძალიან დიდი მადლობა. გაიხარე ჩემო სიხარულო. ეხა მადლობა. გამორთე და გამორთე ის რა ქვია მიკროფონი და მე მანამდე მოვძებნი სხვა მატრიცას. კარგით ნახვამდის წარმატებით. კარგად საყარელო, კარგად. Так, ეხლა ჩვენ შემდეგ მე ვეძებ, ეხლა так, თეონას ვეძებ მე, так, კიდე შემოვიდა ვიღაცა. так, აქ რაღაცა ჩats ვერ ვხედა, რაღაც ვერ ხსნი. რაღაცას კი წერს ვიღაცა და აჰა. ლამაზი ლარნაკი ხო კეჭი წერს და მე ვერ დავინახე, ისე მაჩვენა ეს ლარნაკი რომ ვერაფერი ვერ გავიგე მე საერთოდ. არა უშავს გამოასწორებს აწი. так, ეხლა თეონა რა გვარია დამავიწყდა, ეხლა ვერ ნახავ და რომ მოვძებნო. так, ბოდიშეთ ბავშვებო, ერთი მოიწერება რომ კოდს თხოვსო და აი იქით მოიწერა კოდ help-ში მოიწერა კოდს თხოვსო მე მგონი თეონა უნდა დავამატოთ. ხო, ჩემთან არ არის, მე ვამატებ ყველა ვინც შემოდის. კარგით, მაშინ გადავალთ დროს არ დავკარგავთ, გადავალთ ჩვენ მარიამზე. ბარაშვილი, ხო? თეონა შემოუშვით. так, მარიამი ბაზაშვილი, ხო? აგერ არის მარიამის მატრიცა. სად არის მარიამ შემოდი, სადა ხარ, სიხარულო ვერ ხედავ. აგერ არის მარიამი. всё. გამარჯობა. მიდი აბა ჩარტე მაშინ ამერაც და ჩარტე აჰა, აგერ ხედავ. всё. так. კარგი. ეროლიქი ძალიან დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის. დღეს მივიღე ზუსტად ის მესიჯები რომ ამბობდი რომ რატომღაც საპარო გამიწყვიტა ინტერნეტის მანამდე შოქი და დღეს რაღაცა ისეთი დამთხოვეთ 3 საათით ადრე 4 საათით ადრე მოვიდა. არ გაგიგრა ბოლომდე, ხო? ხო, და ისე გამიხარდა რომ ძალიან გვიანი არის იყო და მაინც მომეცი შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. გაიხარე, შემოსიხარულ. ვინც და სამყაროს უწევ. აი, მინდოდა რაღაცა მეკითხა, კაი, მე რეკითხავ. ჯერ მითხარი შენ თვითონ როგორიც ახლა დაჯის ვკითხე, ისევ შეგეკითხები შენს საყვარელო, რითი ხარ დაკავებული და რატომ მოგინდა შენ მატრიცას აი აქ ნახვა შენი, თქვათ. ესე იგი, დღესდღეობით ვარ დიასახლის დედიკო ვარ. პატარა შვილი მყავს და დაუმთავრებელი მაქვს სამართალი, ანუ იურისტი პროფესიით, მაგრამ ჯერჯერობით ვერ პროფესიით. ну, ცოტა მოვზრდი ალბათ. კი ადამიანი ყოველში რომ ამ პროფესიით დავამატო. სწავლის პროცესა ვერ მოსწავლამ. ერთი კითხვა, იურიდიული რა დარგით გაქვს დამთავრებული მითხარი? ან ზოგადი სამართალი მაქვს დამთავრებული, ან მაგისტრატურას არ ჩამიბარებია ჯერჯერობით. არა, ხო და რა უნდა გამოგვიდე რა იურისტი? ანუ მე მინდა რომ ვიყო ნოტარიუსი საერთოდ ამ სანოტაროზე. ხო, ეგ კი ბატონო, აჰა. სანოტაროზე მინდა რომ ანუ ნოტარიუსი მინდა რომ გამოვიდე. თუ გამომივა, რა თქმა უნდა. იმედია რომ გამომივა. ეგ ხო, და უფრო საჯარო კოდს, ანუ გამომძებლობა და რამე მომწონდა იმასე რომ გავიგე რატო ხარ გახშენ ეს მერტეობა, ეს შენში გავიგე მე რატო გაქვს ეს მერტეობები, კი კი ბატონო. ოპები ვარ თან ზოდიაქოსთან და ზოდიაქო მე არ ვიცი, მე გეუბნე როგორც მატრიცაში ეს არის. კი. რაც შეიძლება იმას რატო დავინტერესდი ზოგადად ესოფერი. ну ეს ბავშვობიდან მოდის რაღაც ჩემს არ ვიცი რატო. უბრალოდ ვიცი ესეც რატო. ეს ვიცი, იმიტომ რომ დედა ჩემს ჰქონდა რაღაც აი ალბათ გეკნებოდა გონია ის თანხმოვანებდნენ და რაღაცას ხედავდნენ ყოველთვის ვიღაცის სახელთან მესუჯაებდა და ხედავდა რაღაცას და დაბლოკა ის თავისი ნიჭი რა.
ყავაშიც თუ ჩაიხედებოდა, აუცილებლად ცეთ რაღაცას გეტყო და всё. და ანუ შეეშინდა რა თვითონ და დაბლოკა ეს ყოველივე და მე რამოდენიმეჯერ ვნახე სიზმარი, რომელიც ერთი მეორე დღეს ამხდომია. ხო, ანუ ზოგი ხო იყო დეჟავიუ, დეჟავიუს სხვა რაღაცა. და მე ჩატში დავწერე თუ გახსოვთ, მე თემად საყვარელმა დედამთილმა მირჩია თქო, შემოსულიყავი თქვენთან. და მან მითხრა, ერთ-ერთი სიზმარი მოუყევი და 10 წუთში ზუსტად იგივე ახდა. და ხალი გამსერდა, აი მე რა ხდება? ანუ მე გეტყვი რაც აი ცნობდი რომ და თქვენ შედევებს უყურებ დაახლოებით 4 წელია რუსულად რო იყავი. აი რუსული ჯერ ქართული არ თანასწორებული. სადღაც მგონი YouTube-ზე მომიგდო. რამოდენიმეჯერ მოусმინე და მე ჩემმა დედამს რომ მოგაჩინა ქართულად. და მიგდა უყურე ვიცი. იყო შავით მაქონდა ვიძახი რაღაცა. ხო რაღაცა სხვა ქალია ხო? ხო, მე აი ტარო ასე ცვლის ადამიანებს გენაცვალე, როცა მიდიხარ შენს გზაზე, მე იცვლები და უფრო ლამაზდები და უფრო ყოხტავდები. ნამდვილად ძალიან კარგად გამოიყურებით. გულწრფელი კომპლიმენტი. გენაცვალე მიღებულია. ეხლა ნახე რაც ეხება ეზოტერიკას, რადგან ჩვენ აქ შევეხეთ ეზოტერიკას, გეტყვი. პირველ რიგში ნახე ნიჭზე გაქვს საკრალური ცოდნა. ეს ენერგია გაქვს შენ ნიჭზე, მე პროგრამა მაქვს პირად დანიშნულებაზე. ეს იცი როგორი ნიჭია? აი პირველ რიგში ადამიანს ვისაც მეხუთე ენერგია აქვს თან ნიჭზე, აქვს იმისი უნარი რომ სულ სურვილი გექნება რომ ისწავლო. მოდი ასე ვთქვათ რა, ეს აი ძალიან ისეთი რამე, შეგვიძლია გაგაფრთხილო რომ აი სულ რაღაცის ცოდნა მოგინდება, მაგრამ ცოდნა როგორი, იცი, არა ყველაფრის აბსოლუტურად, მხოლოდ იმის, რაც შენ გაინტერესებს და შენ ცოდნა პლუს კიდე ამ ადამიანებს აქვს უნარი იმის, რომ ძნელი რაღაცა გადასცეს, თქვათ, ადვილი ენით. იმის მიუხედავად, რომ მე ახლა კლასიკური ქართული არ ვიცი, მაინც ვცდილობ, რომ ადვილად იმ მარაგით, რა მარაგიც მაქვს, ანუ გადავცე ის ამხელად, რთული მასალა, როგორც არის ეზოტერიკული მასალა, ხო ხდები? ანუ როგორც მაგალითი აგერ მე ვარ რა. ანუ გაქვს ეგეთი უნარი. პლუს კიდე შენი ცოდნით შენ შეგიძლია ადამიანების ცხოვრების ტრანსფორმირება. ეს მე სხვათა შორის მქონდა ეს ნიჭი, მქონდა, ვაკეთებდი ამას მთელი ცხოვრება, მაგრამ ვაკეთებდი ცოტა როგორც ფსიქოლოგი რა, ისე მუშაობდი და აი რაც ეზოტერიკაში შევიდე და ეს არის მე-18 ენერგია, ეს მაკლდა მე რა. ან ეზოტერიკაც რო დავამატე, აი ახლა უფრო სხვანაირად და უფრო მაგრად ვეხმარებ ადამიანებს. გაიგე, იმიტომ რომ ეს ცოდნა არის ძალიან ძლიერი და ორივეს როცა შენ ცოდნა როცა გაქვს აკადემიური და პლუს კიდე ეზოტერიკული, ძალიან მაგრად შეგიძლია დაეხმარო ადამიანებს და გაქვს ამისი უნარი. რაც ეხება სიზმრებს, მე-20 ენერგია გაქვს ძალიან ბევრი. მე-20 ენერგია პირველ რიგში ეს არის დაცვა საგვარეულოს, პლუს კიდე ეს როცა მე-20 ენერგია აქვს ადამიანს, ეს ყველა ვარიანტში ადამიანი არის მნიშვნელოვანი თავის საგვარეულოსთვის და ეხლა იქ არ წავალთ ჩვენ ეხლა ღრმად, უბრალოდ ეხლა გაქვს კიდე ფულის კარმაზე, ეს სხვათა შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი ენერგია, იმიტომ რომ ნათელი მხელველობა, სიზმრები, ეს ყველაფერი მე-20 ენერგია და სხვათა შორის გაქვს ეს იმაზე, რა ქვია, სოციალური კარმაზე, სოციალურ დანიშნულებაზე, ანუ ესაც თქვათ, ეხლა რო არ თქვათ, ეხლა ექიმობა და თქვათ დახმარება, ბიზნესი შეიძლება საოჯახო ბიზნესი, ან ვაფშე უნდა აკეთდეს, რომელიც შენ მოგწონს, სიმართლე თუ გაინტერესებს რა. და პლუს კიდე ის რა ქვია, ანუ იმიტომ გაქვს ეს ნათელი მხელველობა და უფრო გაგეხსნება, მაგრამ თავარი კიდე ის არის, რომ შენ სულიერ დანიშნულებაზე გაქვს მე-15 ენერგია და ამიტომ შენი საქმე არის, რომ შენ უნდა დაეხმარო აუცილებლად ეზოტერიკულად, სხვათა შორის ეს მე-15 ენერგია, რამე ინსტრუმენტი უნდა მოიყო
ყოფო ადამიანებს, ვინც არიან ზღვარზე. მე-15 ენერგია ეგეთია რა. და მე-15 ენერგიას კიდე ნახე როგორ ხსნიან. საერთოდ როცა ესეც ენერგია, ეს ადამიანი რენტგენი არის საერთოდ რა. ანუ ამ ადამიანების მოტყუება არის სისულელე, ვერ მოატყუებ, შეიძლება მოგატყუებინებ თავს, მაგრამ ვერ მომატყუებ და პლუს კიდე ეგრევე ხედავენ როგორც რენტგენი შედიან ადამიანის და ყველაფერი თუ რამე არსებობს, თქვათ, ხარვეზი, ანუ ეგრევე შეგიძლიათ თქვა რომ ეს მატყუა არა, ეს თაღლითია, ეს ეხლა არაფერს კარგს არ მოგიტანს, აი ეგეთი რაღაცა, ეგეთი ენერგია, გაიგე და პლუს კიდე ის რა ქვია თვითონ აქ ცოტა ისეთი საზღვარია აქვს ზოგჯერ. რომ შეუძლიათ ისე უთხრას ადამიანს სიმართლე, რომ ესაცოდავე ადამიანი დავარდება ძირს რა და ან გაქრება შენი სივრცე და მე ეძება ეს მარიამი რაღაცა ნამდვილად. გაწავიდა ეს რაღაც მანანა кайხანი არ გამოჩენილა და სად არის ვერ გავიგე რა და თურმე ახლა ერთ მშვენიერ დღეს მარიამმა უთხრა მე გოგო რა ძალიან მსუქანი ხარ შენ რა ეს კაბა მე ვაფშე მithმარს რომ მაგას მეწყობა ფოტოს ვაიმეო ესე იგი არენა კი მწარე ენა გაკნაგილად ბეთანხმების ეს ხმარს ხო და ამიტომ ეს მწარე ენა უნდა გავტკბილო იმიტომ რომ მეც მქონდა ეგეთი რაღაცა დაჟე პატარა მაგალითს გეტყვი რომ აი ერთხელ სკოლაში ვმუშაობდი და ესე რა მე კიდე მე-11 ენერგია გაქვს შენ და შეიძლება ისეთი გამოხედვაც გქონდეს რომ გააშეშვა ადამიანი ეგრევე რა შენი ესე რა ქვია და ეს აი ეს ნახე ეს ამაზე უნდა იმუშაო მეც პატარა ვიყავი რა ვიცოდე ესენი რაღაცები და ერთი მოხუცი მასწავლებელი იყო მე მუშაობდი უკვე სკოლაში და მოვიდა შაბათ-კვირა იყო და შაბათს მეუბნება რომ აი პროსტო ამიხსენიო რა დაგიშავე ამისთანო რომ ისე შემომხედეო რომ კინაღამ აი მთელი ღამე და ეს დღეები ვიტანჯები და მე ნამდვილად არ ვიცოდი მე რა ისეთ პატივს ვცემდი იმ ქალს რომ ალბათ შევხედე ან რაღაცა აი ესენა და იმის მერე კი უკვე დავფიქრდე მეთქი რომ ცოტა სხვანაირად არ შეიძლება ნუ მე-15 ენერგიები არის რა ეგეთი ცოტა ხო, ამაზე უნდა იმუშაო. პლუს კიდე მე-11 ენერგია გაქვს რესურსზე, ეს არის ყოველთვის მკურნავის ენერგია ადამიანს, რომელსაც ხელებითაც შეუძლია სხვათა შორის მკურნალობა ძალიან მაგრად. ხო და ეხლა რაც კიდე აი ეს ნუ ეზოტერიკაზე გითხარი, რომ აუცილებლად უნდა ნახო ესეთი ინსტრუმენტი, რომელიც შენ ამ ინსტრუმენტით მე შეიძლება ადამიანების ძალიან მაგრად დახმარება. ვისაც მე-15 აქვს ეს უეჭველე, მე ადრე თუ გვიან მაინც მოვა ეზოტერიკაში. ნუ პრინციპში მე ბევრჯერ მithქვამს, ჩემთან მოდიან ძალიან ესეთი გოგოები, ვისაც ნამდვილად აქვს ეს ნიჭი რა. და რა ვქნა ახლა შეიძლება ხა და ბევრი გავხსენი სხვათა შორის და ის დაჟე ისეთები გავხსენი, რომ 100 წელი არც მიგონა რომ დაინტერესებულები იქნებიან და ხო, ეხლა ნახე რა ხდება, რაც ეხება შენს აი ამ მერყეობას, შენ გაქვს როგორი პროგრამა არის, მე ეს პროგრამა მიყვარს, მაგრამ როცა პლუსში არის, თუ ეს არის წარმატებული ადამიანის პროგრამა, ადამიანი აი იღბლიანი ადამიანის ვიზუნჩიკს რო ვძახიან, ხო იცი, მაგრამ ამ ადამიანს აქვს როგორი მერყეობა, და ფულშიც უნდა გაგიმართოს ყველაფერშიც, გინდა სულიერ განვითარებაში, თუ ახლოს ხარ ძალიან ღმერთთან და საერთოდ მაღალი ძალებთან როგორც გინდა დაარკვია. მაგრამ ნახე რატო გაქვს ეს პროგრამა. წინა ცხოვრებაში რაღაცა მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი რამაც ხა ადამიანს ანუ ნუ ნახე დაუშვათ ვიღაცა ყავდა ავად სიტყვაზე ადამიანი თქვა ლოცულობდა ეხვეწებოდა ღმერთს მაგრამ ის თქვა ვიღაცა ვიზეც ლოცულობდა გარდაიცვალა და მე ადამიანმა იმედგაცრუება მოხდა რომ არ მწამს არც ღმერთის არც არაფრის იმიტომ რომ აი მე როცა აი ყველაფერი გავაკეთე ყველაფერი დავიცავე ყველაფერი მაგრამ აი არ მოხდა ღმერთი არ არსებობს და ანუ ეხლა იქ ბევრი შეიძლება ამ პროგრამაზე ილაპარაკო, ნუ ეხლა ძირი ეს არის რა. და ადამიანი როცა ამ ცხოვრებაში სულ აქ როგორი მომენტი, იცი, თან მჯერა, თან არ მჯერა. თან შემიძლია, თან არ შემიძლია. თან მე მარტო ვარ კიდე, აი ეგეთი რა, მე ვინ დამეხმარება და პლუს კიდე შეიძლება ადამიანი აი ან ზოგჯერ ცხოვრობს ხვისი ცხოვრები და არ აკეთებს იმას, რაც უნდა რომ აკეთებდეს, იმიტომ რომ თქვათ ვიღაცას ეს არ უნდა ან რაღაცა ხო ხდება.
მაგრამ ან მუშაობს როგორი კიდე დადგენილება შეიძლება გქონდეს თავში, რომ თუ რამეს გინდა რომ მიაღწიო, უნდა მიმუშაო ბევრი და უნდა იმუშაო, თქვა 15 სამსახური უნდა გქონდეს, მაგრამ აქ არის ეს პროგრამა ძალიან მაგარია, მაგრამ ცოტა რთულია. აი თმაზე რო მოდი თმაზე მოგიყვები, ზუსტად მე ხო მატრიცა სხვა ეს არის მთლიანი შენი სულის გზის მატრიცა, მაგრამ მე კიდევ ვაკეთებ წლიურ მატრიცას. წლიურ მატრიცაში კიდე ამის გარდა შემოდიან კიდე პროგრამები, რომელიც თქვა ახლა მოყვებიან რა, ყოველ წელს კიდე რაღაცები მოდის რა. და მე ვაკეთებ ყოველ წელს და ვუყურებ და ჯერ მე ჩემ თავზე ვამოწმებ, მე უკვე სხვებს ვუკეთებ და ზუსტად იმ წელს მე რო თმების ფერი შევცვალე, პროგრამა მქონდა პირად დანიშნულებაზე. ზუსტად და იყო ძალიან საინტერესოდ განვითარდა, იმიტომ რომ მე ვაკვირდებოდი. მე ხა წარმოვიდგინე 50 წელი დავდიოდი შავი თმით და მე ვერ წარმომედგინა სხვა ფერი, ვერ საერთოდ აი თუ სხვა ფერი ჩემთვის ვაფშე არ არსებობდა და სერიოზულად ვერ ვიღებდი ვერც ერთ სხვა ფერს. ეს ჩემთვის იყო როგორ გითხრა, აი რომ ეხლა რომ მე მითხრან რომ შენ ხარ ეხლა ხვალ რო გაიღვიძებ, იქნები ისა რა ქვია, ჯულია რობერტსი ან რა ვიცი, ვიღაცა თქვა ჯენიფერ ლოპესი თუ ვიღაცა, ხო ხდე? აი ეს ისეთი იმდენად სისულელი იყო ჩემთვის და მაგრამ ეს პროგრამა რომ მქონდა, მაშინ ახალი დაბრუნებული ვიყავი საქართველოში, ვიყავი ბათუმში და ზუსტად უცბად აი სიმართლე გითხრა, უბრალოდ მეზარებოდა ხოლმე კვირაში ერთხელ შეღება, იმიტომ რომ მაინც ახლა ეს თეთრები, ეს ჭაღარები რომ მიჩანდა, მიწევდა რა. და მე ვიფიქრე, მოდი ერთი გავაკეთო ისე რა ქვია, ჩემო დაქალმა თქვა, მიდი მილირება გავაკეთოთ რა, ისეთი გავაკეთოთ, რომ არ გამოჩნდება იმდენად, რომ პროსტა ეს შენი ჭაღარები ისე მალე არ გაიზრდება. აი მე ჯერ შოკი მქონდა, მე გამახსენდა ეს პროგრამა რომ აქვს, მეთქი ბაბა მოდი სინჯო ახლა მე. ახლა პრინციპში შავში გადასვლა რა პრობლემა არის თუ რა არის, მეთქი ეგრევე გადავიღებავ და გავრისკე და წავედი 6 საათი რიჯექი იმ საპარიხმარიხოში, მეთქი ახლა უწნევა არ დამარტყავს, არ მეგონა. გამოვე ისე მომეწონა. იცი რატო? იმიტომ რომ ვთქვი რომ, იმიტომ რომ ეს როგორი პროგრამა არის, მერყეობ, გაიგე? შენ გეძლევა საშუალება, მაგრამ შენ უნდა აი ზუსტად ეს უნდა ენდო და შენ ხო მოდიხარ იმ პროგრამით რომ მე არ ვენდობი არავის, მე მარტო ჩემი მეძე ვარ. გაიგე, არავის მე არ ვენდობი და აი აქ ზუსტად ეს იყო რომ და კიდე ურთიერთობაზე იგივე მომივიდა სხვათა შორის შემოვიდა ადამიანი ჩემ ცხოვრებაში, აი ძალიან ბევრად პატარა ჩემზე და ეს იყო ჩემთვის სრულიად მიუღებელი ურთიერთობა, სრულიად მიუღებელი, იმიტომ რომ მე დედაჩემი 4 წლით არის პატარა მამაჩემზე და ეს იყო ჩემ მთელი ცხოვრება ვერ ვიგებდი რანაირად გაყვა ამ 4 წლით პატარა კაცს. და იმენა ვერ აი მართლა ეს იყო ჩემი სულ თანდაყოლილი კითხვა. და აი ეს მოხდა ჩემ ცხოვრებაში და ზუსტად ეს პროგრამა რომ მქონდა და даже არ დაგემალავ რომ ვკითხე მე ერთ-ერთი გოგოები ბევრი მყავს ძალიან ახლა ჩემს გარშემო ახლა ეზოტერიკოსები და ერთ-ერთი გოგო ასტროლოგი იყო ჩემთან გადიოდა ტრენინგს და მე უთხარი ასეთი რაღაცა სისულელი დამემართა მეთქი და ამ გოგომ მე გამახსენა ეს პროგრამა მაგან კი არ იცოდი რომ ეს პროგრამა მქონდა უბრალოდ მითხრა რომ თქვენაო რატო არენდობთ სამყაროსო თქვენ ხო სულ ყველას ასწავლეთ რომ სამყაროს ენდევ და თქვენ რატო არენდობითო იქნება რისთვის გამოგიგზავნეს ეს ადამიანი და სინჯი თუ მაინც უგარისკეთო რა მოხდაო და მე დამარტყა თავში რომ ღმერთო მე ხო ეს პროგრამა მაქვს და ანუ ან ვენდობი ან არ ვენდობი ნახე და ეხა ნახე ან როგორ მუშაობს აი ხა წარმოიდგინე შენ გაქვს აი ორი თქვა გიზის აი სულ მაგალითს ვამბობ ხოლმე ორი ანგელოზი და შენ დაუშვათ ახლა რაღაცა რაც აი თქვა ყველასთვის მიუღებელი რამე ჩაიფიქრო თქვა ბიზნესი გინდა გახსნა ისეთი რომელიც ყველა გეუბნება რას აი შენ შეგიძლია დაუშვათ თავისუფლად გახსნა აი სამხატვრო რაღაცა თქვა გალერეა რა ვიცი მე სიტყვაზე ნუ გაქვს შენ ახლა ამის ენერგიები დაუშვათ ხო და თქვა ახლა გინდა ან ხელოვან ადამიანს დავეხმარო მინდა სიტყვაზე ხო ან საპარიხმარხო გახსნა მინდა თქვა ეგაც შეგიძლია შევა მოგივა იმიტომ რომ მე ეს ენერგიას ყოველთვის ხელოვნებიდან მოდის ფული რა და გეტყვიან შეიძლება ყველა რომ ეს არის სისულელი საპარიხმარხოების არის ყველა ნაბიჯზე შენ ხარ ვინ ახარ ამისთან რომ ხა მაინც შენი გამართ აი აქ იქნება შენი მერყეობა შენ შეიძლება თქვა რომ კი მართალია
იმდენი საფარი ხმახ რაღა მე ახლა გავხსნი კიდე არ მინდა ეს დამანებდა ეს ანგელოზი გეტყვის კი არ გვინდა არა მარე არ გვინდა ჩვენ რა გვინდა ახლა всё და მე გავა რაღაცა პერიოდი და შენი დაქალი გახსნის იგივე ადგილზე შენ სადაც გიდო ან ვიღაცა და ისე მაგრად ემუშავებს რომ გეტყვი ადგილი ცუდია ის ხალხი არ არის ხელოსნები არ არის ის არ არის ის არ არის და მე იგივე ადგილზე ვიღაცა გახსნის და გული დაგწყდება მეორე ვარიანტი, შენ თუ დაუშვათ ეთქვი, არ მაინტერესებს არავისი აზრი. მე მასე მინდა. მე ვენდობი ღმერთს. всё, там плюс კიდე ერთი რამე უნდა ახსოვდე. არასოდეს არ უნდა თქვა, რომ მე ვარ მარტო. ყველაფერი ჩემზე დამოკიდებული. შენ ყოველთვის უნდა იცოდე, რომ შენ არ ახარ მარტო. შენს გვერდით ყოველთვის არის მფარველი ანგელოზი, ყოველთვის არის და ეს არის 1000%-იანი გეუბნები და Plus კიდე ისე რა ქვია, მაღალი ძალები სულ შენს გარშემო არიან, იმიტომ რომ ეს პროგრამა ბევრი გაქვს და მაქსიმალურად მოგეხმარებიან, მაგრამ მერყეობის წინაშე სულ იქნები და აი აქ შენ როცა იღებ გადაწყვეტილებას და ამბობ რომ მე მინდა, მე გავაკეთებ მაგას, აი მაშინ ყველაფერი ისე შეიქმნება, რომ საჭირო ადგილსაც ნახავ, საჭირო ხალხიც მოვა, ფულიც მოვა, ყველაფერიც მოვა. გაიგე? როგორც აი ეს შეიძლება სხვადასხვა სიტუაციასაც შეეხოს. ნუ ფინანსებსაც და შენ შემთხვევაში სულიერ კარმაზეც გაქვს ეს პროგრამა და მე მგონი კიდე სადღაც გქონდა, იმიტომ რომ რამდენიმე გქონდა ეს პროგრამა 1 2 3 4 5 ნახე რამდენჯერ უკვე ცდილობს სულმა ეს გამოასწოროს რა. და ამიტომ ეს იცოდე რომ შენ თუ რამე მოინდომე, შენ მაინც ყველანაირად მაგას გააქვს იმისი უნარი რომ შენ მაგას გააკეთებ რა და საერთოდ ძალიან მაგარი. ანუ ზოგადად ნდობა მიჭირს და ანუ ბავშვებიდან ეგრე მე მინდოდა ჭურჭელი მე უნდა გამერეს ასპეცი გაიცხელი არ მინდოდა პირობითად აი ძალიან მიზელდოსა და დღემდე ეგრე ვარ ანუ ჩემი გაკეთებული მესონია რაღაც ვით და იმ ფას ვენდოდა იმან გამიკეთოს და მიანდე ხო ო ანუ შენ გულის სიღრმეში მინდა რომ რაღაც აი მივუხვა და ვიღაცას მოვაკეთებინა კი, შეგიძლია. იმისი უნარიც გაქვს, რომ შენ კარგი იყო იურისტიც, კი ბატონო, უბრალოდ ერთი რამე დაემახსოვრე, რომ იმიტომ მკითხე რა დარგით გინდა. იმით რომ თქვათ, ღრმავი ენერგია როცა არის, ეს არის კარმული ძალიან თემა, ძალიან ისეთი, რომ ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ აი მშვიდობიანი გზით რა, ანუ აი ეს ნოტარიუსი, ადვოკატი და ასე შემდეგ და არა თქვათ გამოძიებელი და ეგეთი რაღაცა რა, ეგეთი რამე პირდება ჩვენ რა. ხო და საერთოდ ძალიან მაგარი იქნება რომ შენ აკეთებ იმას ისეთი საქმით უნდა იყო დაკავებული რაც მოგწონს შენ რაც მან ვიჭერები ძალიან ბევრი რამე მომწონს ხო და მაგიტომ იმდენი რამე მომწონს ეხლა რა არის იცი მატრიცას როცა შენ პატარა ხარ და მაგიტომ ეხლა ყველაფერი გაინტერესებს მატრიცას როცა მე მთლიანად როცა ვარჩევ და მე PDF ფორმატით რო ვუგზავნე იქ ეს ენერგიები რაც არის ხო ხედავ ეხლა შენ მატრიცას ხო ანუ აქ ისე რა ქვია არის ძალიან მაგარი რაღაცა რომ ყველა ენერგიას აქ ანუ შენი თქვა ნუ ნიჩზე ხო იქ სულ აღწერილია თქვა რა შეგიძლია რესურსზე სულ აღწერილია რა შეგიძლია თქვა ხო პულის კარმაზე რა უნდა გააკეთო რა არასოდეს არ უნდა გააკეთო და ანუ იმიტომ მომწონს და მიყვარს მე მატრიცა რომ ანუ პირველ რიგში მე ხა გოგოები ხა ჩემთან ნუ ხა წლები მუშაობ მაგაზე ანუ ვაკეთებ როგორც ასე როგორც წიგნი რა, ისეთი უნდა დამობეჭდო და ეს არის აი როგორც შენი საკუთარი ბიბლია. ყველაფერი აბსოლუტურად იქ მე რატო გითხარი თქვა რა, აი ჩემი ბავშვებს გავუკეთე ხო, ჩემი შვილიშვილის, ნუ ჩემი შვილიშვილს გავუკეთე, მაგრამ აი გენდიდები რომ დაიბადე, იმიტომ რომ იქ აი სასწაული ჩემი გოგო პატარა ჩემი უფროსი შვილიშვილი ეს იგი პატარა ფეხი რო აიდგა დაიწყო ისეთი ელეტები რო გაგიჟდები მეთქი ამ ბავშვს უყურებ მეთქი ეს 100%-იანი მოცეკვავე გამოვა და ამ დროს ანუ პატარა ეხლა ახალი ამდგარი ქონა ფეხი და მაგას მატრიცაში აქვს პროგრამა ეხლა მე მგონი დარეჯანს ვეუბნებოდი აი ეს დაკარგული ნიჭი და სულ მაგას ვამბობდი რომ მეთქი ამ ბავშვს აქ უნარი ცეკვის მოდი ეს აუცილებლად ეს ბავშვი მივიყვანოთ ჩვენ რამეში და ეხლა 4 წლის რო გახდა სულ ცეკვავს, სულ რაღაცა ისე კარგად რომ გაგიჟდები და ეს შეიძლება ადამიანს ქონდა წინა ცხოვრებაში, აი თქვა ბალერინა იყო და დაუშვათ ახლა მოხდა ომი იყო, ფეხი მოეკეთა და თქვა ვერ
ამ ერთ-ერთი. ცხოვრებაში ხო ადამიანი მოდის და უნდა რომ თქვა რაღაცა გაჩვენებს რა, მაგრამ ნახე მშობლები ხო როცა შენ არ იცი ახლა კი შეიძლება მიგიყვანონ თქვა ახლა და გეტყვენ მიდი იცეკვე შვილო, მაგრამ როგორც პროფესია არა. და აი ნახე ეს პატარა ბავშვი მივიყვანეთ ჩვენ მეოთხე დედა რასაც მოინდომებს ყველაფერში მივიყვანეთ ჩემ გოგოს უთხარი და მივიყვანეთ ცეკვა იყო სპორტული. და უნდოდა ბავშვს რომ მეთქი მოდი მოვსინჯოთ რომ მივიყვანეთ იქ მოკვდა ტირილით და ეს ძალიან თამნება ბავშვი არ მინდა აქ არ ისე გამიკვირდა იმიტომ რომ მაგას ეს ხტუნაობები და რაღაცა და ეს სულ ეგეთი იყო არ მინდა ბალეტზე აი YouTube-ზე ჩაურდე ბალეტი და სულ ბალეტს იცეკვებს რა და მეს ხოთშოს მეს მიყვარდა ძალიან მინდოდა და ანუ ნახე როგორი მომენტი არის და ზუსტად ანუ ბავშვი აი მიდიდან უნდა პატარა და რო უყურებ რომ როგორ მიდის და როგორ მაგისი ეს ყველაფერი პროგრამები მუშაობს რა და ამიტომ როცა უკვე იცი შენ ცხოვრების მანძილზე ხა ნახე ჩემ შემთხვევაში ვიყავი მასწავლებელი რესურსზე მქონდა მეხუთე ეს ენერგია ანუ ეს ენერგია მეხუთე იყო აქ ანუ ეს რესურსით მოვედი მასწავლებლად უკვე აი აქ მეოთხე ენერგია ანუ რო წავიკითხე ერთ-ერთი მნიშვნელობა სკოლის დირექტორი კი ნაღამ დავეცი ძირს მეთქი საიდან იცი თქვენ ეს ჩემი მატრიცა ფულის კარმაზე მეცხრე ენერგია ეზოტერიკა გაიგე რა ხდება და ფული წამოგივა ეზოტერიკიდან ნამდვილად მასეა გაიგე რა ხდება და პლუს კი ახლა და შენ შემთხვევაში პირად დანიშნულებაზე გაქვს მეცხრე ენერგია ეს რა თქმა უნდა არის დახმარება ადამიანებს და ნუ საკრალური ცოდნით ესეც არის რა შენ შემთხვევაში იმიტომ გიზიდას ეზოტერიკა რომ მაინც აი ამით რაღაცები გაიხსნება შენში აუცილებლად და სხვათა ძალიან ცნობილი გოგო იქნება და შენ კიდე როგორი თემა გაქვს იცი შენი რასაც აკეთებ აუცილებლად აჩვენე იმაში რა ქვია თქვა ცოცხლებში რომ შენ ეხა რაც არ უნდა გააკეთებდეს შენ კი არ შეგაფასებენ შეფასებენ შენს ქმედებას და ადამიანებს შენი ქმედება ეხმარება იმაში რომ ისე რა ქვია იმაში დაეხმარება სხვა ადამიანებს ანუ ნახე როგორ ეს აი დაუშვეთ შენ ახლა თქვა გადაწყვეტილი ხო ბავშვი ყავს ხო და გადაწყვეტილება მიიღეს თქვა შენ ნუ სიტყვაზე გახსენი შენი სალონი სიტყვაზე ხო და ზოგი იტყვის რომ იმ ღმერთო ჩემ ბავშვი ყავს პატარა საწავიდე რა თუნდა და ნუ გაჟე ზოგი იტყვის ნახე რა მაგარი გოგო არის ესე იგი ბავშვიც ყავს პლუს კიდე ამ ყველაფერს ასწრებს ხო მივხვდი აი ეს არის მე-17 ენერგია ანუ და ამით შენ მასშტაბურად შეგიძლია სხვა ადამიანების კარმის გამოსწორება ნუ რა თქმა უნდა ნუ ეხლა თუ მოგინდება კიდე ეს მეცხრე ენერგია დაგიძახე და მე-15 ხო საერთოდ დაგიძახებს მაგრამ ეგაც შენს გაითვალისწინებ სხვათა შორის ჩემ შულს აქვს 9 მე ერთ-ერთი სულ რაღაცა ბევრგან აქვს 9 მის შემეში არ შეგეშინეს მე მაქვს 8 ჯერ ეს პროგრამა და ჩემ შვილიშვილის აი ეს უფროსი გოგო რო გითხარი იმასაც აქვს და კიდე მაგის ძმას ხო ვაფშე საერთოდ მეთქი ჩემი ბიჭი დაიბადა უშუა და იმისგან ისე გრძნობთ აი ენერგიით რომ აი გაგიჟდები გაოცდები რომ ეს უეჭველი იქნებიან ესენი ჩემი ბავშვი და სხვათა აი ნახე რა საინტერესო ორი გოგო მყავს შვილიშვილი და ერთი არის აი ვისაც ეს პროგრამა აქვს რომ მოდის ჩემთან ოთახში ხო ყველგან ტარო მაქვს ხო და თავიდან ანუ სულ აი მაჩვენება და რაღაცა ისა აინტერესებს იმენა თან იცის რომ არ შეიძლება მე არ მოკიდო ხოლმე მეთქი დრო მოვამერე და აი როგორ იცი აი მუზეუმში რო შედიხარ და რაღაცას რო ათვალიერებ და რო იცი რომ არ შეიძლება მოკიდო მეორეს ვაფშე რა როგორც შენ ახლა ტრაქტორები გაინტერესებს ისე აინტერესებს ტარო აი ეგეთი რაღაცა აი მიდი შენ და თქვი რომ არა ხო და ამიტომ ნუ ახლა დღეს ახლა მოკლე ესეთი მიმოხილვა გვაქვს და ამიტომ რაც შემიძლია კი გითხარი რა ვიცი რამდენად დაგეხმარე ხო და მადლობა ძალიან დიდი ამ ლაივისთვის და ველა ვიდეოსთვის რომელსაც თავდი აზრთავთ მომდევნო ამ შრომისთვის ამაგისთვის კონსულტაციებით მადლობა სამყაროს და ის სადღაც როგორ არ არსებობს შემთხვევა მან თქვენ ყოველთვის შემთხვევით არაფერი ხდება ხო არაფერი არა საიდან სად მაინც მოვედი ბოლოს
თქვენთან და იგი ნაცვალე მადლობა კიდე რაც ერთხელ. უნდა მოხდეს ის ყოველთვის მოხდება და ამიტომ სხვა დროს თვით რეალიზება ძალიან კარგი ოჯახშიც გექნება, ამიტომ ნუ გეშინია ყველაფერი ძალიან კარგი არის. ნუ ახლა კი გაქვს ცოტა კიდე რაღაცა მომენტი, მაგრამ ამას ახლა ეს უკვე ურთიერთობას ეხება და მე უკვე თუ შენ არა, აუცილებლად განვიხილოთ შემდეგ თქვენთან დიდი თუ რა კონსულტაცია. მამასთან რაღაცა გვაქვს თემები, დედასთან და კიდე ურთიერთობა და პლუს კიდე შეიძლება თქვათ მე საზღვარგარეთ მოგინდება წასვლა და უარი არ თქვა, იმიტომ რომ გაქვს მაგისი ყველაფერი გამოვა ძალიან მაგრა და შეიძლება даже განვითარება უფრო მოხდეს შენი ან ინტერნეტ სივრცეში ან სხვაგან. კიდე სხვა ქალაქში და ახლა რამდენი წლის ახარ სრულად? 29. 29-ის. ანუ უფრო 12 წლიდან დაგეწყება ესე იგი ეს. კი. იჩი ხარულო, ეგრეა. მადლობა კიდე ერთხელ. აბა, კაი, დაგემშვიდობები ჩემი სიხარულო. კარგად, მშვიდობიანი ყავა. კარგად, ჩემი გოგო, მადლობა რომ იყავი ჩვენთან. Так, ესე იგი თეონა ჩვენი ვერ შემოდის, მაშინ მაკა, ხო? მაკა ოსეფნიაშვილს ველოდებით, ამ წუთას მაქვს კონტაქტი და შემოვალოთ და რაღაც ახლა ჩატში ვერ ვხედავ. მესამე გოგონა, ანუ ჩვენი. აბა ნახე ქეთუშ სადა ყავს ეს გოგო რა ამ წუთას მივწერე და მოვძებნი მაგისას თუ მოვა ხო თუ არა და მე რა მაინტერესებს ვინს უყურებთ გოგოებო აბა თქვენ მითხარით ან დაწერეთ ჩატში ან რაღაცა რომ თქვენ რამდენად თქვენთვის არის საჭირო და საჭირო კი არა სასარგებლო თუნდაც ინფორმაციას თქვენ თუ იღებთ რამეს, იმიტომ რომ ახლა მე წინა შეხვედრაზეც ვთქვი, რომ თქვენ მაინც უყურეთ, რომ როცა ხსნი, მაგრამ მე არ აგიხსენით თქვენ, ხო? უი, ეს რა თმინდა ღმერთო, ჩემოსაც წავედი, ეს არ მინდა. ხო გაკეთებული მაქვს ამისი. სიხნიაშვილი. ეხლავე. რამდენად საინტერესო ესეც მითხარით? iPhone-ი ვისია, რომელსაც სახელი არ აწერია, მაკო თქვენ ხომ არ ხართ? თან მიკროფონი ჩართულია. ნახოთ, მაკო. დიახ, შემოვედი მაკო. ძალიან კარგი, კეთილი. ეხლა კამერა და მიკროფონი. ჩემო საყვარელო, მე მანამდე ვეძებ მატრიცას. აი მე ღმერთო ეს არის ჩემი ყველაზე ის რა ქვია. ამისი ძებნა. так. იმიტომ რომ მეორედ როცა მოდიან, ჩემი ხო პირველ გაშლას ყოველთვის აკეთებ მატრიცასთან ერთად და მეორედ რომ მოდიან, რომ მატრიცა მქონდეს, უკვე რომ აღარ დამჭირდეს და ამიტომ ასე ვარ. так, სად არის მაიმე ღმერთო? თან რამდენჯერ შევიყვანე, ესე იგი, მაკა რამდენჯერ შევიყვანე შენი მატრიცა, რო იცოდე. გამარჯობათ. აბა გამარჯობა, სად ვერ ხედავ სიხარულო, სად ახარ? всё, დაგინახეთ ჩემო საყვარელო, აგერ ახარ. ბედნიერად, როგორ ბრძანდებით? მადლობა დიდი ამპატივისთვის ნამდვილად. გადასარევა ჩემო გოგო. ყველაფერს ბედნიერებას გისურვებ და კარგ წელიწადს. გენაცვალე, გაიხარე რა, ლამაზი გოგოები მყავს, ესე იგი, როგორ მიხარეს უკვე ლამაზები მოდიან ჩემთან. ეს ხოს ლამაზი ხარ და მათ მაგიტო. აჰა, ალბათ, გეთანხმები. დიდი აურა, ძალიან დიდი რაღაც არის ზოგადად. გაიხარე. ეს რა დავხატე, ბავშვებო, მე არ ვიცი რა, ეს რაღაცა თავისი დაიხატე, ეს რა არის? ужас. так, ჩემო საყვარელო, იგივე კითხვებს დაგისმევ ახლა, რაც გოგო კითხე, ანუ ესე იგი, ჩვენ ხო პირად დანიშნულებაზე გვაქვს, ანუ მითხარი რატო დაგაინტერესა, რით ხარ ახლა დაკავებული ჩემო საყვარელო და რა ესე დანარჩენს მე უკვე გეტყვი. მოკლედ, როგორც მერწული, მიყვარს ღრმად ჩაძიება საკუთარი თავის. თავის თავად ინფორმაციას მოძებნი ძირი, არ ვიცი, ამოთხრი მიწიდან. მეორე ენერგიის პატრონი. აქედან გამომდინარე ისა, რომ ძალიან ხელოვანი ადამიანი ვარ, დიზაინერი და რაც კი რაც შეიძლება, რომ ჩემი მერწული დამოკიდებული ძალიან ბოლომდე მიყვარს ყველაფერი გაგება ჩემზე და რაც შეიძლება მეტი, რომ უფრო კაი ნაბიჯები გადავდგა მე ცხოვრებაში.
კი ბატონო. ან мотиваცია არ მაკლია რაკენ გამომდინარე? мотиваცია კი არა, მერყეობა გაქვს. მეორე ენერგია ეს ყოველთვის ადამიანი, რომელსაც უჭიეს გადაწყვეტილების მიღება. არა, მე ბევრს ვფიქრობ და მე ამ გადაწყვეტებას მე ბოდიშღაც იმაშობა. ბრანდიდი ისა მაქვს ჩაფიქრე და მაგიტო. კი, მაგრამ აი როგორ ხარ? ის სხვადასხვა დიზაინერობა კარგია, მე-16 ენერგია ეს მაგისი თქვა პლუსი იმაში, რომ შეიძლება ადამიანი იყოს დაკავებული ან დიზაინერი, ეს მაკლერობა და ეგეთი რაღაცა, თქვა ეგაც კი, არის აქ, მაგრამ სამწუხაროდ დაკავებულია უბრალოდ მე დაბადებით ხელისა ხატავს, ხატავს სულ კარგო ინტერიერის დიზაინი. ანუ რაც კი რამე შეიძლება შევქნო ყველაფერს ვქნი ჩემი ხელით. კი ბატონო. ოღონდ საკუთარი თავისთვის, და რა ჯერჯერობით სხვებისთვის. იმიტომ რომ მე დამანდებ, ანუ როგორ მომეკეცი, მე ვფიქრობ, რომ ზურგიც გინდა, თანხაც გინდა ჩადო რაღაცა და გააკეთო. მომისმენთ შენ მე 18 ენერგია გაქვს ეგრევე პლუსში რა დაიბადე და ეს წეღანაც ჩვენ ახლა გოგო იყო დარიჯანი მაგასაც იგივე აქვს. ანუ ეს იგი შენ შეგიძლია ნებისმიერი საერთოდ აი ნუ რიმისლო არის რაც აი ხელით უფრო კეთდება რა ესეთი რამე საქმე რა ხელობა რიმისლო არის ხელობა ხო ანუ მაღალ დონეზე, პროფესიონალურ დონეზე. ანუ უნდა გააკეთო კიდევაც, ანუ რასაც გინდა ქსოვა, გინდა კერვა, გინდა რა ვიცი, რაც გინდა რა, ანუ მაღალ დონეზე და პრინციპში აქ არაფერი არ არის გასაკვირი, როცა ეს ენერგია პლუსში ადამიანს ეძლევა, მაგას აქ უნარი რომ კარგად იგრძნოს სხვა ადამიანს ძალიან ემპათები არიან, პლუს კიდე იხსნება ნახე მაგიური ცოდნა როგორი იცი, ანუ ამას კიდე უძახიან, აი წეხან არ ვიცი თუ არ უსმენთ დარიჯანს უხსნი და ეს რას ნიშნავს, ანუ როცა რაც არ უნდა გააკეთო, ეს არის აი როგორც ну адვილად როგორ აგიხსნა, აი დაუშვათ ახლა იცი შენ რომ არის საკონდიტრო, ხო? და რაღაცა რომ თქვა იმ საკონდიტროში რომ ყოველდღე რომ გამოიარო, რაღაც ესეთი სუნი არის, აი რაღაც სასწაული რა. პლუს ან და იცი შენ რომ თქვა აი აქ არის ყველაზე გემრიელი თქვა ახლა პუნქტები სიტყვაზე, ხო? ან შედიხარ თქვა, ანუ მაგიას დებ, ანუ სახში კიდე უნარი როგორი იცი, სახში შეგიძლია შექმნა ისეთი სიტუაცია და ისეთი კომფორტი რომ ყველას რომ მოსწონს მანდ ეგ ნამდვილად ეგრე შეგვიძლია ჩემი ხელით ამ მოკარგული თელი სახლი და მოხატული. ხო, აი სახში შენთან რომ შემოვა ადამიანი, იტყვის რომ აი რა კარგი რა მაგარი, აი ინტერიერი. ეგეთი ენერგია მაქვს ზუსტად სახში, ხო, იმიტომ რომ ჩემი თაღები მაქვს უკაკეთებული და ჩემი ჭაღები, არ მიყიდი აროს ჭაღი. კი, იმიტომ რომ აი ეს უნარი გაქვს და ნახე რა, იმიტომ რომ შენს ძველი რაღაც დღეს ჩემ ძველი სულების შემოსევა ჩემთან. ძველი სული, რა კაია, მომეწონა. კი, ძველი სულები ხარ და ძველი სული ყველაზე გამოცდილი სულები არიან და მაგას ეგენი უფრო მიდიან ხოლმე თავისფერად დანიშნულებას ძალიან კარგად რა. კიდე გაქვს, აი როგორც თქვით, ნიჭი გაქვს იმაში რა ხელნაკეთებაში, ანუ რუკაძიელია ხელნაკეთი. ხო, რუკაძიელია და კი, კომფორტი გითხარი, ანუ სხვათა შორის იმისი უნარიც გეძლევა, რომ არა მხოლოდ საქმეში, ურთიერთობაშიც გაქვს იმისი უნარი, რომ შექმნა კომფორტი. იცი, რა უნდა მაინტერესებს, რატომღაც გძნობ, რომ აი ადამიანებს ძალიან ის სხვანაირად ვეხმარებენ, რომ ვიხედები და ვეხმარები, ანუ რჩევით თუ მხარში დგომით თუ ეგეთი რამ ჩანს ჩემი მასში და მაგიტომ აქ. თუ ეს მერწყლურია. არ ვიცი მე მერწყლული, ნამდვილად მე არა ვარ ასტროლოგი, მე გეუბნები როგორც არის მატრიცაში. ხო და მატრიცას მაგიტომ ვკითხულობ, აი ესეთი თვისება რომ აქ რო ადამიანების დახმარება. და ხუდა არ დამამთავრებინა, აი მეორე ენერგია ლაპარაკი, არავის არ ალაპარაკებს, მე და ამ პლუს კიდე ანუ ძველი სულები კიდე ეს თვისება, მე ძველი სული ვარ სხვათა შორის, მე სულ მეუბნები ხოლმე ჩემი შვილი. დედა, იცოდე ხოლმე მოსმენა. იცოდე. თუ მაგაზე მეუბნება ხოლმე არ მინდა შენთან ლაპარაკი ეს ჩემ ბიჭი იტყობა. იმიტომ რომ შენ მოსმენა არის და მე ვიცი ყველაფერი რაც უნდა მითხრა და რა უნდა მოგისმინო. აი ეს ძველი სულების პრობლემა. მოსმენა არ ვიცით.
ხო და ამიტომ არის ნახე არის გახსნა მკურნავის ენერგიების ანუ ეს არის ნახე მკურნავის სულების მკურნავი ნუ ეს იგივე რომ ადამიანებს დაეხმარო შენი სიტყვის შენი თქვათ ახლა ენერგიით შენი ნივთებით თუნდაც გაიგე ანუ ეს არის როგორ ამ პლუს კიდე მე-18 ენერგიის კიდე აი ვიზუალიზაციის ძალიან დიდი უნარი აქვს რა ამ ადამიანებს რომ რასაც წარმოედგენს ეს ზუსტად. შეიძლება რომ მატერიალება მაგისი მოხდეს აი და ამიტომ აქვს ზოგჯერ შიში იმიტომ რომ შეიძლება რასაც ვიფიქრებ აუცილებლად მოხდება და მაინც ეს ცუდი შეიძლება მოხდეს და მე უკვე ამ ადამიანს ეშინი ამიტომ უნდა მაგალითად პლუსში გაქვს ამიტომ მე ვფიქრობ რომ უფრო შეგიძლია რომ ეს რა ქვია აი პირიქით დაინახო ყველაფერი კარგი ნუ პოზიტიურად უნდა იყოს განწყობილი იმიტომ რომ ძალიან უნარი გაქვს იმისი რომ ძალიან მალე შეგიძლია მატერიალიზება ნებისმიერი შენი სურვილების რა ეს არის და პლუს კიდე მაგიური ცოდნა რა თქმა უნდა ანუ ეზოტერიკა თავისთავად საკრალური ცოდნა აქვე არის ანუ გახსნა საკრალური ცოდნის აგერ არის და ამიტომ შეიძლება ახალგაზრდობიდან ბავშვობიდან თუ როგორ თქვა უფრო ლამაზად გაქვს იმის ინტერესი გაქვს ეზოტერიკის მიმართ რა ანუ რაღაცა ყველაფერი საკრალური რაც არის ყველაფერი გაინტერესებს ყოველ შემთხვევაში იმიტომ რომ ძალიან აი ნახე ძალიან ისი არის რა ადრევად დაჟე არის ეს კი, დაბადებიდან მომყვება იგენი. მამასაც აქვს და მეც კი. კი, დაბადებიდან მოყვება, ნამდვილად მასეა და პლუს კიდე გაქვს ძალიან კარგი უნარი ხელებში გაქვს, ფოტოშოპის ძალა ბიო, ანუ შეგიძლია მკურნალობა ადამიანების. მამას წელზე კი, ვიცი. აი, ხო იცი, ხო არ გატყუებ რა, გეუბნები რაც არის რა. ხო, და პლუს კიდე ის რა ქვია სადაც ადამიანი ხარ, რომელიც ხა უნდა ყველას რომ დაეხმარო რა, ეგეთი გოგო ხარ. ერთ-ერთი შემიძლია გითხრა რომ ანუ არასოდეს ვერ იქნები ვერც ურთიერთობაში, ვერც სამსახურში ისეთში, სადაც იქნება შეზღუდვა. ეს არის ანუ იმენა შეშენთვის საშუალო. როგორ? სადაც არის შეზღუდვა, იქ ვერ იქნები. არ შემიძლია. ვერ იქნები, ვერც სამსახურში, სადაც არის ხა შეზღუდული სიტუაცია, ვერც ურთიერთობაში, სადაც არის შეზღუდული და სხვა, ნუ არმული პარტნიორი ყველა ვარიანტში ხდებოდა ეს უეჭველი და ანუ რა, არ შეხვედრია? სამი, კი, სამი და თუ მეტია, თუ არ მომდის და მომდის. აბა 1 2 3 გეყოფა 3 და ყველა კი, მქონდა. თუ შეიძლება ამე გამოვხდა, არა გამოვხდა. Вот, ჩემო საყვარელო, ანუ ეს კი ბატონო, და რამდენი ხანი გამიგზელება ნეტარი კარგი, როდის მე ხო შეიძლება ეს პატემა დღეს ამაზე ჩვენ არ ვიცი, ხო, ვიცი. არ უკუნა, ამიტომ ამაზე კი, ჩემო ძირფასო კი, ვიცი. ხო, ამიტომ ჩემო საყვარელო, ბევრი მოძრაობა აუცილებლად არ შეიძლება რომ იჯდე ერთ ადგილზე. ფული თუ გინდა მანქანასაც უნდა ატარებდე და სხვათა 22 ენერგია როგორ არის იცი ფულის რაც ეხება ხო აქ даже ძალიან მაგარი არის როცა ანუ რაც უფრო თავისუფალი მიდგომა გექნება ფულისადმი უფრო მეტი ფული შემოგივა რომ იცოდი აი ეს არის რა ანუ არასოდეს არ შეზღუდო შენი თავი რაც გინდა უნდა იყიდო იცოდე იმიტომ რომ რასაც უფრო მეტად შეზღუდავ უფრო ნაკლებად წამოვა შენსკენ ფული. აი შემიძლია გითხრათ. ხო, აი მინუსი. კი, ეს არის რა. იმიტომ რომ შეიძლება რომ ეგეთი მომენტები მაგ, კი, ხო, შეზღუდო რომ აი რამე არ დამაკდეს და არ ვიყიდი. კი, ამიტომ არა, თუ რამე გინდა, აუცილებლად უნდა იყიდო და არასოდეს არ შეზღუდო შენი. ანუ გაუშვა ფული რომ მეტი შემოგევიდეს. კი. ანუ როგორ უნდა გქონდეს მიდგომა? აი დაუშვ რამე რო გინდა, არ შეზღუდო ეს ანუ როგორ არის იცი? აი როგორც ბავშვი. აი ხა ბავშვს რო რამე უნდა ის თქვა დაინახა თოჯინა ხო ის არ იფიქრებს იმას რომ ეხლა აი ხა 5 წლის ბავშვი ხო თქვა მოეწონა თოჯინა რას ეზავს ეს ბავშვი იფიქრებს ეხლა მე წავალ დედიკო მიყიდის ან მამიკო
ხო? ის ხო არის ის, რომ ვაიმე, ეხლა მე სამსახური უნდა ვიშოვა, ან მეორე, ან მესამე, გადასახადები მაქვს. კი, შეიძლება ვთქვათ, რომ ეხლა ბავშვი რა იცის, მაგრამ აი დიდებს აქ როგორ არა, მე ჯერ ამას ვერ ვიყიდე, იმიტომ რომ ეხლა ბავშვებს უნდა ისონდე და მე ვაფშე დაკარგავ ამ ფულს. ზუსტად. ხო, ამ დროს აბა მიდე და სინჯე და თქვი რომ ხო მინდა. მე ჩემ თავს ვაძლევ უფლებას და ვყიდულობ ამ თქვათ ფეხსაცმელად. კი, ზუსტად. მақვილე, მაგრამ უნდა მე-6 ვიყიდო ეხლა. წადი იყიდე, ნახოთ უფული არ მოგივა უფრო მეტი. მადლობა, იქ ნამდვილად მინუსი მაქვს მე ძალიან დიდი. ხო, იმიტომ რომ ეს არ შეზღუდო შენი თავი არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ნუ გაქვს ეს მომენტები. ნუ ბევრ სირთულეებს კი გაევლიდი, მით უფრო სიყვარულში უერთველი. ეს ძალიან ძალიან დამანგრეველი. კი, ძალიან დამანგრეველი, კი ბატონო, მაგრამ როგორც მციცე ფენიქსი ისე ხარო, კი, ყველაზე ვერავინ ვერ იტყვის მაგას, ეხლა ვინმე ვაფშე 100 წელიწადზე ვერავინ ვერც შეამჩნევს, რომ გადეხარ ძალიან რთული პროგრამა. მაგრამ გადეხარ. ღიმილი ამჩება სახეზე მაინც. კი, იმიტომ რომ ვინც არ უნდა კითხოს, როგორ ახარ, სულ მთელი ღამე რომ არ იყო, იტყვი რომ მაგრად ვარ. კი. და ვერ გაიგებს, რომ თუ так, აქ ვიცი კაცი ლაპარაკობს. არა, არაფერი იქ ჩარი, ვაიმე. ვიღაცის კაცი ჩაყო. შენი კაცია, თუ ვიცი კაცია? არა, ვიღაცა იქით და მეზობელის თქმა ისმის. ხო, აი კაცი ჩაგვერია ესე იგი, ხო ხედავ? რაღაცა აი კაცი, მაინც ანუ ეს პრობლემა გაქვს შენ, ესე იგი უფრო პირადი ურთიერთობა გაქვს. ბატონო. რა გინებავთ? აყვა პარლამენტი მინდა 2 წელი ერთად. აჰა. კიდე პატარა ფანტა. ეთქობა მუშაობს სამსახურში არის და მოიცადე მე გამოვხდავ მას. Так, ესე იგი გოგოებო, ну, პრინციპში მე ხა ამით დავამთავრებ, ვფიქრობ. და აკლალი წეს მსგავსი სიტუაცია მაქვს მეც, ქეთო, ხო. ქეთო წერს მუშაობს, ხო, გასაგებია, მზიამ დაგვიწერა, რომ ძალიან კარგი ყველაფერი, ხო? საინტერესოა. თქვენთან ყოველთვის მოსმენა, მადლობა ჩემო კარგო. ძალიან ბევრი კარგი ინფორმაციას ხსნით, კი. იმიტომ რომ მე ხა ამას რო ვაკეთებ, ხა მე დამავზე თქვენი ისე რა ქვია, გაფრთხილება. წინა შეხვედრაზე კი გავაფრთხილე ყველას რომ უყურეთ ენერგიებს, იმიტომ რომ თქვენი დაბადების თქვათ ხა ტარიღი თქვენი ისინი, так, გამოვრთე მე. так, ხა ჩარტე. მე გამოვრთე ხმა. მე მგონი, მაგა ჩარტე აბა ხმა, მიკროფონი ჩარტე. ხო და ანუ ყოველთვის უყურეთ ახლა მე როცა ენერგიას ეხა, ანუ ეს არის თქვენი დაბადების დღე, დაბადების თვე და ეს წელიწადის საერთო ენერგია, როცა ჩვენ ვაჯამებთ 1 2, ну 1900, თქვათ 88, ანუ 1 + 9 + 8 + 8. რა ციფრიც გამოვა, თუ 22-ზე მეტია, კიდე ვაჯამებთ მაგას და მე ეს ენერგია გამოდის რა და როცა ვახსენებ ენერგიებს, თქვენს შეგიძლიათ რომ თქვენს ენერგიებზე გამიიღოთ რამე ინფორმაცია დაუშვათ, ხო? Так, ეხლა ესე იგი ვერ ხა მოიცადე, მე ხო არ უნდა ჩავრთა. ვერა. მიკროფონს უნდა დააკლიკო და ჩაერთობა, მაკა. კარგი, ეხლა კიდე გოგოებო, თუ ვინმეს რამე კითხვები დღევანდელ შეხვედრაზე გაქვთ, შეგიძლიათ მკითხოთ და გიპასუხებთ, თუ არა და მაშინ ჩაიწერეთ. და ვნახავთ ახლა მე როგორც თქვი, თუ იქნებით, ბევრი იქნებით, შეიძლება 2 ჯერ გავაკეთებ ეგეთ გარჩევას კვირაში, თუ არა და შემდეგ შაბათს კიდე ვინც ჩაიწერეთ, თქვენთვისაც იქნება ეგეთი გარჩევა. აი ძალიან მიხარი მარიამი მწეს, ძალიან საინტერესო იყო ორივე ლაივი. მადლობა მარიამ და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიიღო მარიამა. კარგი ვიდეოდან ხო მიიღე უკვე ესე იგი ჩავწე კი. ანუ მოდი მაკა მაშინ თუ რამე კითხვები დაგჭირ შენ არა, დიდი მადლობა. გზა გამიკვლიეთ უფრო კარგად. ძალიან მაღთავანებული ვარ ისედაც თქვი, ახლა მით უმეტეს მოტივაცია მომეცი ძალიან დიდი მადლობა ნამდვილად. გაიხარი ჩემო მიიღე ჩემგან მთელი ენერგია სიკეთის.
გენაცვალე, წარმატებას გისურვებ ყველაფერში აბსოლუტურად შემოლამაზო. თქვენ სულ ბედნიერი და სულ ღრიმილია ეს სახე. გენაცვალე, გაიხარე ჩემო სიხარულო. მაშინ თუ კითხვები გოგოებს აღარა აქვს, მადლობა. თქვენს ხართ საყვარლები, სულ ყველა კარგი მადლობა გოგოები. დიდი თქვენ. მადლობა ღმერთს, რომ მოდიან ჩემთან ასეთი კარგი გოგოები. თქვენს კაი ავგაგდა მაგით. ბედნიერი საღამო მშვიდობიანი წელი. გაიხარე ჩემო საყვარელო გოგო. კარგი, შენ მაშინ გამორდი მიკროფონი და კამერა და ჩვენ ახლა მე ამას შევინახავ, კიდე ახლა ვნახოთ როგორ გადავწყოთ, შეიძლება დავდებს ჩვენ ამას კიდე უფრო даже შეიძლება მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დავდებ ამას ის მეორე არხი რომ მაგ მატრიცაზე იქ უფრო დავდებ და კიდე მე შეძლებთ რომ კარგად კიდე მოусმინოთ და იქნება საინტერესო ინფორმაცია თქვენთვისაც და ვისაც ახლა სურვილი კიდე გაქვთ, ჩაიწერეთ, კეთოს მიწერეთ. გეტყვის ეგა სად უნდა მიწერო ხო ჩვენი ახლა იცით თქვენ უკვე სულ ყველაფერი სად ვის უნდა მეაკითხოთ და ჩავატაროთ შემდეგ შაბათს კიდე ასეთი შეხვედრა მე დაგემშვიდობებით ახლა ამას შევინახავ გაიხარეთ ჩემო კარგებო მადლობა რომ იყავით ჩემთან და მომავალ შეხვედრამდე